გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომ აი ზოგადად მხოლოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე რო არ ვისაუბროთ ზოგადად ინსტიტუციების დამოუკიდებლობის პრობლემა მთლიანად ქვეყანაში გვაქვს და ეს არ არის ახალი ჩვენი ტიპის ქვეყნებისათვის. და ყველა მითით რომ ინსტიტუციები რაღაც ერთ კვირაში და ორ კვირაში ან თუნდაც რამოდენიმე წელიწადში ვერ ვითარდებიან, ხო? ამიტომ ჩვენ ახლა მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმაზე თუ როგორ გავაუმჯობესოთ ესე ვთქვათ ავტონომიურობა საჯარო ესე ვთქვათ სექტორის ზოგადად მაგრამ ამ შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და როგორ შეუწყოთ ხელი მის ინსტიტუციურ განვითარებას. როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, აქ პირველ რიგში ცენტრის დამოუკიდებლობის ესე ვთქვათ საკითხი უნდა იქნას ესე ვთქვათ გათვალისწინებული და როგორ ვაკეთებთ ამას. ამაზე ძალიან კარგად არის მოცემული ამ გარე შეფასებაში რაც ენქას მიერ განხორციელდა ხაზგასმულია პირდაპირ ცენტრის დამოუკიდებლობის საკითხი და საუბარი არის დირექტორის შერჩევის ესე ვთქვათ წესზე და ასევე საბჭოების ესე ვთქვათ მუშაობის სტილზე. მე ვფიქრობ რომ ანუ ეს ცვლილებების პაკეტი რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა არ ვამბობ რომ ეს არის ცუდი, მაგრამ იმისათვის რომ ეს დამოუკიდებლობის მიმართულებით ცენტრის რაღაცა პროგრესი განახორციელოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ სრულ ჭეშმარიტებას ვსაუბრობ აქ, მაგრამ ვფიქრობ, აი ეს გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ უნდა იყოს გაერთიანდეს ზოგადად უმაღლესი განათლების საზოგადოება და ამის შესახებ უნდა იყოს დისკუსიები და ესე ვთქვათ საჯარო განხილვები. თუმცა ორი მთავარი საკითხი, რაც ცენტრმა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში და ზოგადად აი უმაღლესი განათლების ესე ვთქვათ სფერომ, სექტორმა არის ის, რომ ყველანი უნდა შევთანხმდეთ როგორ უნდა იქნას თქვა ცენტრის დირექტორი არჩეული ისე, რომ რაღაცა სხვადასხვა პოლიტიკური გავლენები არ გავრცელდეს ან შემცირდეს ცენტრის მუშაობაზე. პირველ რიგში ასევე მნიშვნელოვანი არის იყოს გაწერილი და შევთანხმდეთ ყველანი თუ რა კომპეტენციები და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ცენტრის დირექტორს. ამაზე ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს. იგივე უნდა გაკეთდეს საბჭოს წევრებთან მიმართებით. ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოს წევრების მიმართ ამ მომენტში არ არსებობს არანაირი ანგარიშ ვალდებულების მექანიზმი. ანუ თუ ჩვენ ვხედავთ რომ რომელიმე საბჭოს წევრი რაღაც არასათანადოდ ან არაკეთილსინდისიერად იქცევა, არანაირი მექანიზმი არ არსებობს იმისა, რომ რაღაცა ეჭვის ქვეშ დადგეს ეს ამბავი. ანუ ეს მექანიზმები უნდა შეიქმნას. წლების განმავლობაში ცენტრი ნამდვილად ცდილობდა აი ამ ესე ვთქვათ ბალანსის დაცვას, ის რომ მაგალითად საბჭოებში, გადაწყვეტილების მიღების საბჭოებში ყოფილიყონ მაქსიმალურად სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები და ჩვენ ვხედავთ ყოველთვის ამ პრობლემას, რომ პატარა ქვეყანაში ყოველთვის არსებობს პატარა ქვეყნის სინდრომი, ხო? რომ ყველას იცნობს და ასე შემდეგ. რამოდენიმეჯერ იყო მცდელობა, რომ საბჭოების შემადგენლობაში ჩართულიყვნენ საერთაშორისო ექსპერტები. მაგრამ სამწუხაროდ ამაზე თანხმობა სამინისტროსგან ვერ მივიღეთ და